უკვე 6 წელია საქართველოს მთავარი პროკურატურა აგვისტოს ომის საქმეს იძიებს, თუმცა უწყება შედეგების გასაჯაროებისგან თავს იკავებს და პროცესიც ძალიან ნელა მიდის წინ. მთავრობაში აცხადებენ, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა საქმე ჰააგის სასამართლომ არ გადაიბაროს. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები კი გამოძიების აუცილებლობას საერთოდ ვერ ხედავენ. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი, რომელიც წინა მმართველობის დროს უშუალოდ იყო ჩართული აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში, ახლა პირდაპირ ეთერში სკაიპის საშუალებით ჩაგვერთვება. საქართველოში არ იმყოფება. მოგესალმებით, ქალბატონო თინა. გამარჯობა. ქალბატონო თინა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფომ ბოლომდე უნდა მიიყვანოს აგვისტოს ომის გამოძიება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. თქვენ რამდენად ხედავთ აუცილებლობას, რომ საქართველოს გააგრძელოს 2008 წლის ომის გამოძიება? მე მინდა რომ შეგახსენოთ და შევახსენო პირველ რიგში მაყურებელს თუ როგორ დაიწყო საერთოდ ეს საკითხები, გამოძიების თემა როგორ დადგა დღის წესრიგში და ძალიან ნათელი მოეფინება მაშინ ყველაფერს თუ რა ხდებოდა ამ 6 წლის განმავლობაში. 2008 წლის 13 აგვისტოს მე პირადად შევხვდი ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და გადავეცი ინფორმაცია რუსული მხარის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდის შესახებ, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეთნიკური წმენდა მთელი თავისი მასშტაბით სწორედ მას შემდეგ განხორციელდა, რაც საომარი მოქმედებების შეწყდა ქართული მხარის მიერ და ქართულმა საჯარისო ფორმირებებმა დატოვა ბრძოლის სცენა. ანუ 13 აგვისტოსვე ჩვენ ვთხოვეთ პროკურორს რომ ჩართულიყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეში, იმიტომ რომ ქართულ მხარეს დასამალი არაფერი არ ქონდა და ხელის გულზე იდო მტკიცებულებები ჯერ კიდევ მაშინ, რომელიც ადასტურებდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, კონკრეტულმა პირებმა, რომელთა გამოკვეთაც შესაძლებელია, ჩაიდინეს მძიმე დანაშაულები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო. ამის შემდეგ არაერთი კომუნიკაცია შედგა სასამართლოსთან და პროკურორის ოფისთან, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ერთი და იგივე. ამ კომუნიკაციის შედეგად 3 ანგარიში იქნა გამოქვეყნებული, მათ შორის 2 ანგარიში 2012 წლის ბოლოს და შემდეგ ახლახანს 2013 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. 2 ანგარიში პროკურორის ოფისი ამბობს ხაზგასმით, ცოტა სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ აბსოლუტურად ერთი და იგივე აზრია გატარებული, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდისთვის და ეს არის სამართლებრივი სტანდარტი, უბრალოდ ვცდილობ რომ ზუსტად ის ვთქვა, რაც ამ ანგარიშებში წერია. იმის დასადასტურებლად, რომ ეთნიკური ქართველების გამოძიება მოხდა, რაც არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და რაც საერთაშორისო სამართლის ენაზე ხშირად ვამბობთ, რომ არის ეთნიკური წმენდა. ასევე ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულებები იმის დამადასტურებელი, რომ ჩადენილი იქნა წამება და არასათანადო მოპყრობა, რომელიც ომის დანაშაულის ფორმაა. ზედა პარაგრაფებში ლაპარაკია, რომ სწორედ ქართველი სამხედროების და ზოგიერთი სამოქალაქო პირის მიმართ იქნა ჩადენილი ასეთი ქმედება. შემდეგ პროკურორის ოფისის ანგარიში ნათქვამია, რომ არ მტკიცდება, არა ისევ სადავოა, ინგლისური ტერმინი inconclusive არის გამოყენებული, ბრალდებები ქართველების მხრიდან სამშვიდობოებზე თავდასხმის. საბოლოო ჯამში ქართველების მიმართ ბრალდებები, რომლის შესახებაც რუსეთის მხარემ დაახლოებით 4000-მდე საჩივარი შეიტანა, მათ თვითონ საჩივარს უწოდებენ, შეიტანა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისში, მიუხედავად ამისა ვერ დასტურდება ეს ბრალდება. ქალბატონო თინა, რომ დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომლითაც დავიწყეთ საუბარი, უნდა გაგრძელდეს თუ არა გამოძიება. საქართველოს მთავრობაში თქვენ აგრეთვე იცით, რომ ხას უსვამენ, რომ თუ გამოძიების ტემპი არ დაჩქარდება, მაშინ საქმე საქართველოს ჩამოერთმევა და მის შესწავლას უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დაიწყებს. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება? სწორედ ამიტომ გითხარით ეს წინა ისტორია, რომ საქართველოს არ ეშინოდა არასდროს ქართულ მხარეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩარევის. პირიქით 13 აგვისტოს მივედით და ვუთხარით, რომ ისინი უნდა ჩართულიყვნენ ამ საქმეში, იმიტომ რომ ჩვენ მაშინაც კი თუ ბრალს წავუყენებდით და ამის მტკიცებულებების მოგროვება ძალიან რეალისტური იყო,
კონკრეტულ პირებს რუსეთის მხრიდან, იმიტომ რომ აშკარა იყო სამართალდარღვევა, ასევე ოს დე ფაქტო ხელმძღვანელობას, როგორც სამხედრო პოლიტიკურს, ჩვენ ვერ განვახორციელებდით ეფექტურად მართლმსაჯულებას, იმიტომ რომ ძალიან ძნელი ან შეუძლებელი იქნებოდა მათ წარდგენა მართლმსაჯულების წინაშე. ამიტომ ეს რომ რაღაცა დაგვაშინოს ვინმე იმით, რომ საქმეში ჩაერთვება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არასწორია, ჩვენ ამას თხოვდით მას და 6 წელი გავიდა და ის არ ჩაერთვა ამ გამოძიებაში. ეხლა რაც შეეხება იმას, უნდა გაგრძელდეს თუ არა, მე არ ვიცი რა აქვს საქართველოს პროკურატურას. მე მაშინაც როცა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ვიცოდი ის, რასაც პროკურატურა მაძლევდა, ან ჩემი ფუნქცია იყო არა გამოძიება, არამედ არსებული ინფორმაციის, როგორც საჯარო წყაროებში მოპოვებული, ასევე გამოძიების მიერ მიწოდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის. ანუ ეს რაც მით უმეტეს არ ვიცი, მაგრამ ვიცი ის, რაც საჯაროა, ის რაც თვითონ გამოაქვეყნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ. ეს ინფორმაცია მე მაძლევს საფუძველს, რომ პრინციპში გამოძიება დასასრულს მიახლოვებული უნდა იყოს. პრინციპში დასკვნები გაკეთებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ხელახლა გამოსაძიებელი ამ საქმეში თითქმის აღარაფერია დარჩენილი და რეალურად დღევანდელი მმართველი გუნდი, ისინი ასე ამბობენ, ამ პროცესის პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის გამოყენებას ცდილობს, რათა დაადანაშაულოს საქართველოს ძველი ხელისუფლება არაკანონიერ საომარ-ქმედებებში, იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა კრემლს დაეკისროს. თქვენ ხედავთ ასეთ საფრთხეს? ეს ძალიან ცუდია, ეს იქნება კატასტროფა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არა კონკრეტული ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირისთვის, ეს იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ამით მას ვერაფერს ვერ დააკლებს, ასეთი ტიპის რიტორიკით და ბრალდებებით, ამით ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის ქართული სახელმწიფო. ამიტომ ეს რიტორიკა ძალიან სახიფათოა და ჩემის აზრით თავიდან უნდა იქნეს აცილებული აუცილებლად, იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე დავა საერთაშორისო სასამართლოში, ომთან დაკავშირებული დავა, რომლის ასე ვთქვათ დაშვებადობის სტადია გავლილია და მაგრამ გავლილია პირობით სხვათა შორის და ეს ძალიან კარგად მოიხსენებათ იუსტიციის სამინისტროში. პირობით არის გავლილი, რომ სასამართლოს აქვს უფლება მიუბრუნდეს დაშვებადობის საკითხს, რომელიც გულისხმობს გამოძიების ჩატარებას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მთელი ამ დროის მანძილზე ვამტკიცებთ, რომ გვაქვს უკვე საკმარისი მტკიცებულება რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის საერთაშორისო არენაზე გასახილველად და დასაყენებლად და ჩვენ თუ ისევ დავიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ გამოძიება კიდევ ჩასატარებელია, რაღაცები არ არის ნათელი და ცალსახად არ ვიტყვით იმას, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც სახელმწიფოს და მის კონკრეტულ თანამდებობის პირებს, მაშინ ეს ძალიან გრძელვადიან სავალალო შედეგებს მოიტანს საქართველოსთვის და არა კონკრეტული პირებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო თინა ბურჯალიენი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. მადლობა.